ეხლა მინდა გაჩვენოთ იუველის გლუკომეტრის გამოყენების წესი. ლანცეტი მოვათავსოთ კალამში, მოვაძროთ თავი, დავახუროთ და ჩავადგაცუნოთ. ესე დავტენით. კარგად დალუქულ მდგომარეობაში მყოფი ტესტ ჩხირი მოვათავსოთ გლუკომეტრში. ეკრანზე მითითებული კოდი უნდა ემთხვეოდეს ტესტ ჩხირების კოდს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ემთხვევა იუველის ტესტ ჩხირის კოდს და გლუკომეტრს დაკალიბრება არ სჭირდება. ეხლა კი შეგვიძლია ვაწარმოოთ ჩხვლეტად, ხელი ახალი დაბანიელი გვაქვს და სუფთა გვაქვს, შეგვიძლია პირველი წვეთის სისხლიც გამოვიყენოთ. სისხლის წვეთი შევუშვათ მიმღებ პორტში და დაველოდოთ რამოდენიმე წამის განმავლობაში. ჩემი გლუკოზის დონე არის 88 მგ დეცილიტრი, რაც რა თქმა უნდა ნორმაა. თუ გსურთ, რომ ტესტირების პროცესი იყოს მარტივი, სწრაფი და რაც მთავარია ზუსტი, მეგირჩევთ იუველის გლუკომეტრს, რომელსაც აქვს კომფორტული დიდი ეკრანი, სულ მცირე წვეთის სისხლი სჭირდება და აქვს მეხსიერება. ჩემი გამომწერებისთვის ეკრანზე მითითებული ფასზაკლების კოდით 1451-ით 40%-იანი ფასზაკლებით ის შეგიძლიათ შეიძინოთ ავერსის სააფთიაქო ქსელში.